საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე დიასპარეზებს 2026-21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჩვენი გუნდი A ჯგუფში ლატვიას, ხორვატიასა და საფრანგეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ლატვიასთან 21 იანვარს ჩატარდება. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა. გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება თბილისში გაიარა. 18 იანვარს კი რიგაში გაემგზავრება ოლიმპიურ სასახლეში ეროვნულ გუნდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესტუმრა და წარმატებები უსურვა. ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხის სპორტი შემოგთავაზებთ. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამგზავრებამდე ეროვნულ გუნდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. ნიჭთან ერთად რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომის შედეგია სამადე გარასისკენ მიაღწია და ძალიან დიდი მადლობა. დიდი წარმატება მინდა გისურვოთ. ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ დასაწყისია ეს ყველაფერი და წლების მანძილზე მეტი და მეტი წარმატება იქნება. ამაყობთ იმით, რომ უკვე მეორედ გვიწევს ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ნაკრებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. და ძალიან იმედიანად ვართ, რომ ესევე წარმატებით ვიასპარეზებთ, როგორც პირველი იყო. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. 2022 წელს ნიდერლანდებში გამართულ ევროფორუმზე ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები ჯგუფიდან გავიდნენ და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ, რაც ისტორიული შედეგი იყო. ამის შემდეგ გუნდი ძირითად ბირთვს ბრაზილიელ და ესპანელ ლეგიონერებს დაემშვიდობა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ მათ არანაკლები წარმატებით შეუძლიათ თამაში. მე ვფიქრობ, ზათა ვართ ევროპის ჩემპიონატისთვის, დასკვნითი ვარჯიშია დღეს და მივემგზავრებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვცნობთ ჩვენი სახელმწიფოს განხარდაჭერას, რაც ესე დროს ძალიან მოტივირებულს ხდის ფეხბურთელებს, ჩვენს უყველას, არავინ თავს არ დაზოგავს. დანარჩენი უკვე მაინც რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, გამოჩნდება მოედანზე. ერთი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მუშაობა სწორად მიდის ფედერაციისა და სამწვრთნელო სტაფის, რომ წინა ევროპაზე ვინც კი გუნდი იყო გასული და ბრაზილიელები ყავდა და ეხლა აღარ ყავს, ერთ-ერთი ვერ გავიდა ევროპაზე და ჩვენ შევძელთ ეს. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ის შრომა და გზა, რომელიც აირჩია ფედერაციამ და სტაფმა, სწორად მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი დადებულიყო და საქართველოს ევროპაზე ყოფილიყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ლატვიაში დაასახელებს 14 კაციან შემადგენლობას, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს. ბევრი ტურნირზე პირველად ითამაშებს. გიორგი ღავთაძეს კი ევრო 2022-ზე გამოსვლის გამოცდილება აქვს და ახლა გუნდის ლიდერია. აუცილებლად უნდა გამომარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ნაკრები ძალიან განვითარდა, აუცილებლად პირველი თამაში არის მოსაგები და ყველაფერს ვეცდებით ამისთვის, რომ სამი ქულა ავიღოთ პირველივე თამაში. ძალიან დიდი ემოციები მაქვს. და ამ თამაშს ძალიან რა განსაკუთრებით, ჩემთვის, იმიტომ რომ დებიუტი მაქვს და ყველანაირად შევეცდები, ჩავდო 100% და გამარჯვებით დაბრუნდეთ ევროპის ჩემპიონატიდან. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სამი ქვეყანა უმასპინძლებს: სლოვენია, ლატვია და ლიეტუვა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ლატვიას, ხორვატიასა და საფრანგეთს შეხვდება. სასტარტო მატჩი 21 იანვარს რიგაში მასპინძელი ლატვია დაგვიპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხის სპორტი შემოგთავაზებთ.